დღეს ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. ტურიზმის დეპარტამენტმა ქვეყნის ტურისტული პოტენციალი და ახალი დასასვენებელი მარშრუტები წარმოადგინა. წელს ღონისძიების სლოგანი შემოიარე საქართველო გახდა. ტურიზმის დეპარტამენტის პრეზენტაციის დროს საკმაოდ მრავალფეროვნად იყო წარმოდგენილი აჭარის რეგიონი, როგორც საზღვაო, ასევე სამთო ტურიზმის კუთხით. გარდა სათავგადასავლო შემეცნებითი და ექსტრემალური ტურიზმისა, ტურიზმის დეპარტამენტი დამსვენებელს ღვინის ტურებსაც თავაზობს. სპეციალურად დღევანდელი ღონისძიებისთვის მსოფლიოს ერთ-ერთი პოპულარული სატელევიზიო არხის Travel Channel-ის მიერ ქართულ ღვინოზე გადაღებული ფილმის პრეზენტაციაც გაიმართა. ჩვენებას ფილმის ავტორი იზაბელ ლაგრონი დაესწრო. როგორც შიდა ბაზარზე, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე, რომ საქართველოს გაეწიოს ასევე პოპულარიზაცია, მაგრამ ამას გარდა განვითარდეს როგორც მცირე ინფრასტრუქტურა, ასევე ახალი მარშრუტები შეიქმნას და ახალი ტურისტული პროდუქტი და მოუწოდოთ, რა თქმა უნდა, საზოგადოებას, რომ იმოგზაურონ და აღმოაჩინონ თავიდან თავისი ქვეყანა. დღევანდელი ღონისძიება სეზონის, ზაფხულის სეზონის გახსნა და ინსტალაცია შემოიარე საქართველო. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რადგან აღნიშნოთ, რომ ზაფხული საქართველოში იწყება არა აგვისტოში, არამედ ივნისი არიან არაჩვეულებრივი პერიოდი, როდესაც შეგიძლიათ დაათვალიეროთ მთელი საქართველო, აღმოაჩინოთ ის ადგილები, რომელიც აქამდე არ გინახავთ.